ლოცავთ ყველას მართლადამოსოდ გაგაძლიეროთ ღვთისნებას მივყვეთ. ვიცოდეთ, რომ ღვთისნებას როცა მიყვება ადამიანი, ის ცხოვრებისაკენ მიდის. ასეთი ადამიანი, რომელიც ღვთისნებას მიყვება, მან ესეთმა ადამიანმა იცის რა რისთვის არის და რისთვის დგება, დაცემული უფრო ადვილად დგება, როცა იცის რისთვის დგება და რისთვის უნდა წამოდგეს და იდეა და წმენა აქვს. როცა ადამიანი მორწმუნეა, მას გზა ეცნება და გაკეთილი გარები სიმბოლურად ვთქვათ თვითონ იღება და არა მარტო სიმბოლურად. რა თქმა უნდა, როცა ნავი მიდის და გემი მიდის, იცის საით მიდის, მაშინ არის ზურგის ქარი და მაშინ არის საწინააღმდეგო ქარი. როცა არ იცის საით მიდის, კაპიტანმა გემის ესე ვთქვათ ხელმძღვანელმა და მისი ნავი საით უნდა წავიდეს, რომელი ყურისკენ, რომელი პორტისკენ, მაშინ არც ერთი ქარი არ ზურგის იქნება და არის შესაბამისად საწინააღმდეგო იქნება. ანუ ორიენტაცია არ აქვს, საით წავიდეს და უგზო-უკნოდ მიდის ისე უბრალოდ მიზნისა და ცხოვრების საზრისის ამ შემთხვევაში ამას გულისხმობ გარეშე. და ამიტომ ყველაფერი რაც ემთხვევა ქაოსურ შემთხვევითობა დამიხმება. რაც შემთხვევა მას გონია ეს ყველაფერი არ არის ერთმანეთთან არაფერთან კავშირში, ყველაფერი ეს რაღაცა ალბათობის კანონს ემორჩილება, რომელსაც კიდევ სხვა კანონზომიერებები აქვს, კიდევ თლად არ არის ისე არაკანონზომიერებელი, ხო? ან კანონზომიერებებს ემორჩილება მთელი მეცნიერება ამის შესახებ. მაგრამ როდესაც არ იცის, აი გონია ყველაფერი შემთხვევითობის მიმდევრობა, რაღაც შემთხვევითობები არ ვიცი რატომ, რაღაცას რაღაც მოსდევს, არ ვიცი რატომ. კავშირს ვერ მომყარებ. ვერც წარსულს ხსნი, ამიტომ ვერც აწყოს მოვლენებს ხსნი და ვხედავ რა არის და ვერც მომავალში რა თქმა უნდა ვერაფერს ვერ პროგნოზირებ და ვერ ხვდები როგორ მოიქცე, რას მივყვე, ვის მივყვე, ვის ცნებებს, ვის სწავლებას მივყვე. როცა ეს მდგომარეობაში ადამიანი ძალიან ძიმე არის, მისი რბილად რო ვთქვათ, ძიმე არის მისი მდგომარეობა. მაგრამ როდესაც იცის, მაშინ უკვე ეს ადამიანი მიდის სწორად და მართლად და მიზნისაკენ თან და თანობით არ უნდა ნახტომები, თან და თანობით ნაბიჯ მიიწევს წინ. ჩვენ ცხოვრებაში უამრავი რა ხდება, შემთხვევითობა ჩვენ რო გონია ხოლმე ის შემთხვევითობა კი არა, გარკვეული კავშირებია, საიდანაც ეს ჩვენთვის მოჩვენებითი ეგრეთ წოდებული შემთხვევითობა და აღქმული აღიქმება ხოლმე. ზოგჯერ მეორდება, ზოგჯერ არ მეორდება ეს ჩვენ ცხოვრებაში ერთი და იგივე სცენარები ხოლმე, მაგრამ ამას არ უნდა მივაქციოთ ყურადღება. თუ კი ადამიანს წმენა აქვს და ქრისტეს სარწმუნოებას ფლობს, იცის, სწავლობს, ასე ვთქვათ, უყრია ეს წმენა, მას საყრდენი წერტილი აქვს. ისეთი რომ მას მის ასე ვთქვათ სულიერ მდგომარეობას ვერანაირი შტორმი, ვერანაირი ღელვა ვერ შეარყევს. და მას შეუძლია ნებისმიერ სიტუაციაში, ნებისმიერ ცვლილებებში, მისი ცხოვრებისა მოულოდნელ ცვლილებებს გულისხმობს ასევე, რომელსაც ჩვენზე ძალიან ცოტაა დამოკიდებული, ძალიან ბევრი. ამავე დროს ბევრია, მაგრამ ამავე დროს ცოტაც არის დამოკიდებული სიმბოლურად ვთქვათ, მაგრამ ამ შემთხვევებში ხოლმე მას შეუძლია სიმძიმის ცენტრი შეინარჩუნოს და ამ ცვლილებებს მოულოდნელსაც კი გაუძლოს და გადაიტანოს. ისე რომ თავი არ წაალეკინოს ამას ოფლის ნაკადს. სულ მუდამ მზადყოფნაში უნდა ვიყოთ. არა ჩვენ თავს ვემსახუროთ, მზად ვიყოთ იმისაც, რომ არა ჩვენ თავს ვეყოთ სათნოთ ხოლმე მხოლოდ. არამედ სხვა ადამიანებსაც სტიმულის შთაგონება მივცეთ და მაგალითი მივცეთ წმენის, რაც პირველ რიგში ჩვენთვის იქნება სულიერი შემოქმედებითი შთაგონების წყარო და მუდმივი რესურსი ახალი ძალის მიღებისა ღვთისაგან. ამიტომ ვეცადოთ, რომ ამ ცვლილებებს, რომლებსაც ეს ძიმე პოსტაპოკალიფტური ცხოვრება გვთავაზობს და გვივლენს და გვიწევს აი ესე სარწმუნოების სიმძიმის ცენტრით გადავლახოთ. სინანულით ვიმეორებ, როცა ადამიანმა იცის, რომ უნდა წამოდგეს და რისთვის უნდა წამოდგეს, იგი მშობლად ადვილად წამოდგება. სინანული ყველა დაცემულ ადამიანს წამოაყენებს თუ კი ნანობს. ცოდობზე ტირილი სიმბოლურად ვთქვა წმინდა იონე ოქროპირი ამბობს,
სასუფეველის კარს უკაყუნებს, ცოდობზე ტირილი სასუფეველის კარს უკაყუნებს, ხოლო თავმდაბლობა და სიმშვიდე ხსნის ამ კარებს. Თავმდაბლობა, როცა გულახვილად ნანობს, ტირის, მერე უკვე აი თავმდაბლურად მისული ადამიანის წინაშე კარები თვითონ იხსნება. ყველაფერს უნდა ვეძებოთ ღვთისნება, როგორც აღმოჩნდა. აი ჩვენი ცხოვრება, როგორც შეიძლება შევადაროთ პურს, რომელიც უნდა გამოვაცხოთ. პურის ცხოვრება საკმაოდ რთული, ფაქიზი და დიდი ხელოვნებაა. ყველა შეიძლება იცოდეთ პურის გამოცხობა, ვინც იცის, მაგრამ ისეთი გემრიელი პური ვერ გამოაცხო. რომ ამას სხვა ენერგია უნდა კიდე, ცოდნა უნდა, ხო? სხვა ხარიზმა უნდა. მარტო მექანიკური ცოდნა რა პროპორციებით შეზილო ესათვის ნივთიერებები, რომლებიც მრავალ ნივთიერებებზე შედგება, ხო? პური, რომელსაც ჭამთ. ეს არის ძალიან ფაქიზი, ურთულესი, ფუნდამენტალური პროდუქტი, ხო? პურის გარეშე რა იქნება? თვითონ პური და ღვინო, ხო? თუ ღვინოზე აღარ დაფარგო, ღვინის გაკეთებაც ხო სერიოზული უდიდესი მეცნიერება, ხელოვნება და ქართველებს თუ არა სხვა თუ არა ქართველებმა ვინიცით ეს, ხო? ფასი პურისა და ღვინის, მაგრამ როგორც პურს უამრავი ნივთიერებისგან აკეთებ, შეზილავ, მაგრამ სულ სხვა რამ გამოდის ეს სომით. და იმ ზუსტად ყველაფრის დაცვა უნდა ისეთი რომ ჭამადი, გემრიელი, სურნელოვანი და დადებითი პოზიტივით გაჟღენთილი გამოვიდეს ეს პროდუქტი. აი სახში გაკეთებული იცის სახში, აი სოფელში ზონაში გაკეთებული პურს, კიდევ ხო იცით ხა ისე ვამბობ, გადახრებას ვაკეთებ, სულ სხვა გემოაქვს, ხო? ამ შობლის გაკეთებული ვინც იცით, ხო? აი ბებიის, აი როც იცის აი დამბილი სტიარი დედის პურსო ეძახიან, ხო და ასე შემდეგ. ეს საოცარი გემოა. არის ისეთი მასობრივი პროდუქტის გაკეთებულს, მასობრივი პროდუქტის გამოშვებულს, ქარხნის და სულ სხვა გემოა. თუმცა იმასაც თავისი ახალ სხვა გემოა და იმას აი სხვა სახში ხო რაღაცა ისეთი კეთილი გულით, კეთილი დადებითი ენერგიით გაიჟღინთება ეს ხო პროდუქტი ამ ყველაფერ ამ ენერგიით ხო იჟღინთება რომ აკეთებს კეთილი განწყობით ადამიანი ის ამ გადადის და მრავლდება თან საოცარი თვისებები ყველაფერს განსაკუთრებით ღვინოს და პურს ხასიათი აქვს ცოცხალივით ორგანულია ადამიანისათვის. აი ესე ჩვენი ცხოვრება ესე უნდა სხვადასხვა ცოდნით ქრისტიანული ცოდნის, ქრისტიანული მდელოს, ქრისტიანული სიბზნის, სხვადასხვა ყვავილებით, სიბზნის, სხვადასხვა ყვავილებით და არა მარტო ქრისტიანული, სხვა ცოდნაც შეიძლება, ოღონდ ძალიან სიფრთხილით, რა თქმა უნდა, როცა ფუტკარი თაფლს აკეთებს ესე. ბევრი ყვავილისგან, როცა ბასილი დიდი ამბობს, კიდე ბასილი დიდი. სხვადასხვა თაფლი შეიძლება თაფლი გააკეთოს, სხვადასხვა ყვავილებისა, რომ ძალიან ფრთხილად, რომ ისეთი ყვავილების არსებობს, რომელიც შეიძლება ჩაგითხრიოს, ვთქვათ, არის ხო, გახსოვთ ბუნებაში ყვავილი, რომელიც იქეთება, ეს ცოცხალი ყვავილს ხო ცოცხალი არსებაა, თავისი განვითარება აქვს, ხო? და ისიც, როცა ჯდება, ან იხურება, ან იწერება, არის ესეთი, გახსოვთ, ესეთი ტოცებელი ისეთი სცენარები, რომლებსაც შეუძლიათ წერი დაიჭირონ, ან ფრინველსაც კი შეიძლება ცეკვეშა ესეთი ძლიერისა შეუძლიათ ჩაიჭიროს რაღაცა ცოცხალი არსება, ხო? და რატო ვიძახი ამას? ფრთხილად, სიბზნით, წმენით ყველაფერი კარგია, რასაც ღმერთთან ვიყავ ხარ, წმენით. ყველაფერი შეგიძლია, ყველაფერისგან მოზილო ეს სომი და განსაკუთრებით ქრისტიანული უამრავი მოზაიკი, წმინდა მამათა სწავლებით, სახარების პირველ რიგში ჰქონდა, წმინდა წერილთა, წმინდა გარდამოცებით მოკლედლიანად. მოზილო ეს სომი შენი გამოცდილებით, მოძღვრის დარიგებებით და გააკეთო ეს პური. და არა მარტო უნდა მოზილო ეს სომი, არამედ უნდა შეწვა, ხო? ამასაც თავისი მნიშვნელობა აქვს. სეფისკვერს გახსოვთ, როცა მოზილავს ცხობელი და შეწვავს, მანამდე მასზე ღვთაებრივი ბეჭედი, უფლის ბეჭედი უნდა იქნეს გამოსახული. იესო ქრისტე ძლევა. ამ ღვთისმშობელთან იესოს ძლევა. აი ესევე ჩვენ სულზეც ხატება, მსგავსებად უნდა იქცეს და გამოისახოს. ამიტომ ჩვენ ცხოვრებაში ყველაფერი უნდა ესე დავიწყოთ ჩვენი ოჯახის წევრებიდან, ჩვენი ახლობლებიდან, ყველა ჩვენი კეთილი სურვილი თუ არაკეთილი სურვილი ადამიანებიდან მოვზილოთ, რაც კარგია, შევაკოცითოთ ეს სომად
შევზილოთ, დავადოთ მასზე უფლის უფალს, შეუშვიროთ ანგელოს უფალს, შეუშვიროთ, რომ ბეჭედი დააგოს ამ ცომზე და გამოცხეს ჩვენგან ღვთის სადიდებელი პროდუქტი ზეცისთვის შესაძლოა. აი ეს უნდა გავაკეთოთ. ღმერთი უნდა იყოს ამიტომ ამისათვის ყველა ჩვენი საქმის დასაწყისი და დასასრული. როგორც წმინდა გრიგოლ ღვთისმეტყველი ამბობს, ცხოვრების ამ ყველაზე დიდი სარგებელია, როცა ადამიანი ყოველდღე სიკვდილს იხსენებს და იხსენებს, რომ იგი მუდმივი არ არის. თუ რომ იგი სული უკვდავია, მაგრამ სხეულებრივად ამ ეტაპზე, ამ ინტერვალში, ამ ტრამპლინზე, ამ გამოსასწრებელ ვადაში იმყოფება. რომ ძიმეა ჩვენი ცხოვრება, მაგრამ უფრო მძიმე იქნება თუ ცოდვებს არ მოვინანიებთ. რომ თუ არ იფიქრებს ადამიანი იმაზე, რომ რა მოყვება ცოდვას, მერე იმ ცოდვის გვერდითი ეფექტი იქიდან გამოსვლისა უმძიმეს ფასად ჯდება. კარგია ზოგჯერ რომ ადამიანი ნანობს, მაგრამ და ტირის, მაგრამ ისიც არ უნდა გაუკვირდეს, რომ ძალიან მძიმე გადასატანია ბევრი ცოდვის შემდეგ გვერდითი ეფექტი, შემდეგ გამოსვლა, როგორც შხამის გამოსვლა, ტოქსინის გამოსვლა, ყველა ცოდვას თავის შხამი მოყვება, იმიტომ რომ სიკვდილს მოასწავებს ყველა ცოდვა მეტნაკლებად. სიკვდილის ცხრილში შეყავს ადამიანს, სიმბოლურად ვთქვათ და ეკაჩება არაყოფიერისკენ. და გამოსვლა უკან აბილია შესვლა, აბილია აქცენტირებულად, ესე აჟიტირებულად, აფექტურად შესვლა ცოდვაში, რომ სიამონება იმ დროებით, აბა მერე გამოსვლა როგორია? გასვლა ადვილია ორბიტაზე, აბა მერე როგორ დაბრუნდები თუ არ არის არავინ, მაგრამ თუ დაბრუნდები კიდე როგორი დაბრუნდები? ასწანამ როდის კიდე შენ დაბრუნდები. ამიტომ დიდი სერიოზული შრომა არის, სერიოზული სახადია ყველა ცოდვა. ამიტომ ღვთის წყალობისადმი მადლობელი უნდა იყოს ადამიანი. და დაეუფლოს და აკონტროლოს სანამ რამეს ჩაიდენს და გააკეთებს თავის სულს, სამშველსა და სხეულს. უნდა გააკონტროლოს სული, სამშველი, სხეული და დაიმდაბლოს, დაიმციროს, დაუმდაბლოს თავის თავი უფალს და უფლის ნებას. როდესაც ცოდვას სანამ ჩაიდენს ადამიანი, გვარია რომ არაფერია, აჩვენებს, აი ბოროტი სული აჩვენებს, თითქოს არაფერია, მერე შეინანებს არაფერი. როგორც წინა მომენტი ამბობს. და იმ მერე როცა ჩაიდენს ცოდვას სული დაიღუპე. სასოწარკვეთით ღმერთი ამას არ მოგიტოვებს, სასოწარკვეთილებაში ჩავარდი. აი ესეთ საშინელ პერსპექტივას სთავაზობს. როგორც ამბობს წმინდა მამა, ეშმაკი ღმერთს ადამიანების წინაშე ადანაშაულებს, ადამიანებს ღვთის წინაშე და ადამიანებს თვით ადამიანების წინაშე. და სიბრძნეა. ჩვენი სრულყოფილება კი რა არის? ზუსტად ამის გაცნობიერება. უწყვეტი პროცესია ჩვენი სრულყოფილების პროცესი. წყვეტა არ უნდა იყოს ჩვენს განვითარებაში. დღეს მიყვარხარ, დღეს ვიარე, ერთი კვირა ვიარე და მერე გავკრი და არ მაინტერესებდა, სანამ როცა ხედავ, მაშინ არსებობდა, როცა არ ხედავ, ჩემთვის აღარ არსებობ, არც მოძღვარო, არც ეკლესია და არც არ ვიცი რა, არც ლოცვის სიგნო. ესე არ არის. როცა ადამიანი რიტმულად უწყვეტად მოსიყვარულია, უწყვეტად თბილია, უწყვეტად გულისხმიერია, უწყვეტად ცდილობს სრულყოფილების მეტნაკლებად, ეხლა უსაშველოს ვინ დასავალებს, მაგრამ მეტნაკლებად სრულყოფის პროცესში ჩართულია საკუთარი თავისთვის, არავის არაფერი არ ჭირდება, საკუთარი თავისთვის. მაგრამ როცა ადამიანი მხოლოდ სხვა ადამიანში ნაკლის მძებნელია, ემანდაბა რაიმე ნაკლი ვნახო, რომ სწრაფად დავბყობდე და მიზეზი მექნეს იმისა, რომ დავიწუნო ესა თუ ის ადამიანი მოვლენა სცენარი, რომელსაც გონია რომ თვითონ სწერს ამ ცხოვრებაში. ესეთი ადამიანი შორს არის ღვთისაგან და უფალი ყოველთვის ახლოა მასთან მაინც, მაგრამ თვითონ შორს არის, ვინაიდან ისეთი ადამიანები შეზღუდული ბუნებით არიან და არ უნდა გახსნა საკუთარი გონებისა და გულისა, სულისა, სამშველისა და სხეულისას. გულის გახსნა, სადაც ხდება ღმერთსა და ადამიანის შეხვედრა, შეზღუდულები ხდებიან და თავს ჩარჩოში მოიქცევენ ხოლმე. და უყურადღებობისა და დაბნეულობისა და სულიერი უგულისხმობის გამო მეტაფიზიკურად შორდებიან ღმერთს. მინდა რომ გისურვოთ, როცა ვახსენე თავიდან ესეთი შედარება, როცა მეზღვაური მიდის, როცა გემი მიდის და მასზე ყოფი, ვისაც მიყავს ეს გემი, მეზღვაურია თუ ბოცმანია თუ ვინც არის, ხო?
როცა ქარი ზომიერად ქრის და ზღვაზე დიდი ღელვა არ არის, ყოველ მეზღვაურს შეიძლება დიდი წარმოდგენა შეექმნას საკუთარ თავზე და იქადოდეს კიდეც თავისი ხელოვნებით. მაგრამ მხოლოდ ქართან აზდეული ცვალებადობის და ამით გამოწვეული დიდი შტორმი მღელვარების დროს ვლინდება ხოლმე ნამდვილად გამოცდილი კაპიტანი, ბოცმანი თუ მეზღვაური ვინც არის, ხო სახელები. აი ვინც არის ნამდვილად ცოდნე კარებისა. კარგამინში ყველა მაგარი მეზღვაურია და ძლიერი. აი როცა შტორმია და ორიენტაციას კარგავ და როცა უნდა იცოდე ლოკაცია, უნდა იცოდე მიმართულება, უნდა იცოდე ლავირება და ასე შემდეგ, ტალღებში როგორ იმოძრაო და ამას ასრულებ, აი მაშინ ხარ ძლიერი და ჩვენ ცხოვრებაზე ანალოგია გავაკეთოთ. და კურთხეულია უფალი ჩვენი იესო ქრისტე და მისი მამა, რომელმაც ზეციდან მოავლინა წმინდა სიტყვა, უფალი ჩვენი იესო ქრისტე, რომელიც თავისი მაღალი საყდრიდან სიმდაბლით გადმოვიდა დედამიწაზე და იყო ჩამომავალი დავით წინასწარმეტყველისა, ხომბების. იშვა წმინდა და უბიწო ქალწულისაგან და გახდა მიზეზი ჩვენი ცხოვრებისა, რომელმაც ცის ქვეშეთი და ყოველივე გაანათლა და მორწმუნენი აცხოვნა, რომელიც იშვა როგორც კაცი, ყველას სინათლე, ღვთის ხატი და როგორც ჯულის მსახურმა ნათელი იყო წყლითა და სულით. და ხარ იყო ნათლისგებო, ხო? და ჯვარს ეცვა და დაეფლა და მესამე დღეს აღსდგა და ამაღლდა მამასთან და ყვალად მოვა დიდებით. მეორე მოსვლის ჟამს. რომელსაც ჩვენი ყოველი დიდება მამასა და წმინდა სულთანებთან არც და მარადის და უკუნითი უკუნისამდე ამინ.